დღეს გვექნება ჩიფსების, კრეკერების და თხილეულის დაგემოვნება. ეს არის ლორენცის პროდუქცია. ეს არის გერმანული ბრენდი, რომელსაც აქვს 130 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ამიტომ ძალიან სუბიექტური ვიქნები და კარგ ხარისხს ველოდები. სხვა შორის განსხვავებული მარილის გემოვა, კი. ამას დაუწერდი 10-დან 9 ქულას. ესეც შემდეგი, ეს არის პაპრიკას ჩიფსი. ბავშვებო, დამიწერეთ ვის გაქვთ გასინჯული აქედან რომელიმე და ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ. ჩემთვის ალბათ ფავორიტი ეს არის. ეს გასინჯული მაქვს და იდეალურია. პაპრიკა. ძალიან გემრიელია რა. ამასაც დაუწერდი 10-დან 9-ს. ვისაც პაპრიკა გევასებათ მისწრება. ავაზროთ. ეს პროცესი მიყვარს რა. მართლა უმაღლესი ხარისხის ჩიფსები აქვს და ეს არის გუათ პროდუქტები, დაიმახსოვრეთ. ამ ჩიფსებს რომ გასინჯოთ, შემდეგ იქნებით გუათი ჩემნაირად უკვე. ჩემთვის 10-დან 10-ია ეს. გადავედით კრეკერებზე, რომლის დიდად მოყვარული არ ვარ, მაგრამ მაინც დავაგემოვნოთ. ბავშვობაში უფრო ვჭამდი ხოლმე. ცხოველის ფორმები აქვს, ძალიან საყვარელია. აჰა, შენ მარტორქა შეგვდა. აიო, 10-დან 7 ჩემთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. ვისაც თხილეული გევასებათ, თქვენთვის არის ეს მისწრება. შეფუთვაცი უმაღლესი ხარისხის არის მერწმუნეთ. თუნი აქვს რაღაც სასწაული. ესე ლამაზად გამოიყურება და ასევე აქვს ფისტიანი თხილეული. 10-დან 11. შემდეგი არის შოკოლადის. ეს ვარდისფერი არ გამისინჯავს, გონი გოგოსი და ბიჭისია აქ ლურჯი არის, ესეც დაგემოვნებული მაქვს და ესეც დაგემოვნებული მაქვს, რომელიც ძალიან გემრიელია. ოპა! ყველის სუნი აქვს. ნეტა რატო? ყველის ხო არა. ძალიან გემრიელია. გასინჯეთ ეს გუათ პროდუქტები და გახდით ჩემნაირად გუათები.